საღამომშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში პოსტივის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახალამბებში ნახავთ. აქციების დროს ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მოსიაშვილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაკავებულია 5 პირი. გენერალური პროკურორის საგანგებო ბრიფინგი. პირდაპირ ჩართვა რამდენიმე წუთში. ჯაშუშობა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გიორგი უძილაურს სასამართლო წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორია მხარეთა პოზიციები. 3 დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის არჩევამდე. მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება 11 მაისს სამების საპატრიარქო ტაძარში გაიმართება. დეტალები რამდენიმე წუთში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გზავნილები ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის სამიძე და მაღალი რანგის შეხვედრები. შალო პაპუაშვილის ვიზიტი მონტენეგროში გრძელდება. პირდაპირ ჩართვა რამდენიმე წუთში. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ანტიტერორისტული სტრატეგია და ტრამპის ადმინისტრაციის მძიმე ბრალდებები ევროპას. რა წერია 16 გვერდიან დოკუმენტში. წლის საპროტესტო აქციებისას ძალადობის 3 ეპიზოდზე დაკავებულია 5 პირი. საუბარია ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და ზვიად მოსიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე. დაკავებულთა შორის 3 ყოფილი, ხოლო 1 მოქმედი სპეცრაზმელია. კიდევ 1 კი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გენერალურ პროკურატურაში გამართული ბრიფინგისა და საქმის დეტალების შესახებ მეც ჩემი კოლეგა ქეთი მამრიკიშვილი გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. ქეთი გისმენთ. სპეცრაზმელების დაკავების შესახებ გენერალური პროკურორის საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საუბარია 2024 წლის აქციებისას ძალადობის 3 ეპიზოდზე. მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, ოპოზიციონერ ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე. 5-ვე დაკავებული იმ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. სამართალდამცველებმა 3 მათგანი დღეს დააკავეს, 2 კი სხვა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით უკვე პატიმრობაში იყვნენ. 5-ვე დაკავებულს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით წარედგინა, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინება ბრალდება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. ამ სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებულია ათასობით საგამოძიებო მოქმედება. მათ შორის მოწმის სახით გამოკითხულია 550-ზე მეტი პირი. პირველი ეპიზოდი 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმჟამინდელმა 2 თანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთი დღეის მდგომარეობით დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალა ზვიად მაისაშვილზე, რის შედეგადაც მაისაშვილმა დაკარგა გონება. ეს კადრები კარგად ცნობილია ქართული საზოგადოებისთვის. მეორე ეპიზოდი 2024 წლის 30 აპრილს რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელიც დღეის მდგომარეობით არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე. და მესამე ეპიზოდი 2024 წლის 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას. 2024 წლის აქციებისას სპეცრაზმელების მხრიდან განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე მამუკა მდინარაძემ ცოტა ხნის წინ სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად წარდგენის შემდეგ ისაუბრა და პოსტზე დანიშვნისთანავე მსგავს ფაქტებზე რეაგირება დაანონსა. შეიძლება ჩემმა ამ ახალმა ამპლუამ და ფუნქციამ ამ ნახევრად ხარვეზის თუ ხარვეზის დავარქვათ ამამად აღმოფხრის კიდევ მეტი საშუალება გააჩინოს. მე პირადად, აი მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით და მას შემთხვევით არ ვამბობ თქვენს კითხვას.
როგორც კი ამ თანამდებობას დავინიშნები, აი რადგან სიტყვა მოიტანა და მარტო სიტყვის მოტანის საფუძველზე ხარ უნდა ვაკეთოთ ეს ამ და ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით ჩემი რეაგირება მექნება და ეს კოორდინაცია მათ შორის კონკრეტულ მაგალითს რადგან ესეც ვკითხეთ კონკრეტულ მსგავს მაგალითებზეც ალბათ დარწმუნებით შეიძლება ვერაფერი ვერ თქვენ, რომ წინასწარ იქ მტკიცებულებები ჩასახედია, კარგად მოსაძიებელია, სანახავია, კოორდინაციაც სრულიად მნიშვნელობით ამ შემთხვევაშიც განსახორციელებელია, რომ ასეთი დანაშაულების კიდევ უფრო დეტალური სიღრმისეული შესწავლა მოხდეს და მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება დაასჯა იმისათვის, რომ ხვალ ერთი მხრივ ჩვენ დავაფასოთ ჩვენი პოლიციელი, ჩვენი ნებისმიერი სხვა სამართალდამცველი რასაც აკეთებს თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ მეორე მხრივ თუ მათ სახელს ვიღაცა არ წხვენს, ეს ერთეული შემთხვევებიც გამოვავლინოთ და განუხრელად ვიღვაწოთ ყველამ იმისათვის, რომ ასეთმა ერთეულმა შემთხვევებმა არ გააფუჭოს ის დიდი საქმე, რასაც სახელმწიფოში ეს ადამიანები გმირულად ახორციელებენ. დღეს საგანგებო ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა თქვა ისიც, რომ ძალადობრივ ფაქტებში მონაწილე პირთა დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით სხვა სამართალდამცავ უწყებებთან საერთო კოორდინაციით გამოძიება გაგრძელდება, რაც შეეხება უკვე დაკავებულებს პროკურატურა ხუთივეს მიმართ სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს, წარდგენილი ბრალდებები კი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მადლობა ქეთი, პირდაპირ ეთერში ქეთი მამრიკიშვილი საუბრობდა. ჯაშუშობა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გიორგი უძილაურს სასამართლო მწინესწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციების გამო პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდა. მძიმე დანაშაულში ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს. არსებული ინფორმაციით გიორგი უძილაური ჯაშუშურ საქმიანობას ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ეწეოდა. ბრალდების მხარე საქმის დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა აცხადებს, რომ ბრალდებულის დანაშაულს პირდაპირ მტკიცებულებები ადესტურებს, რომელთა შორის სავარაუდოდ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებიც არის. ანა შანიძის სიუჟეტი. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იქედან გამომდინარე, რომ საქმეს სრულიად საიდუმლო გრიფი ადევს, პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს ბრალდების მხარე. თუმცა პროკურორის განცხადებით მოპოვებულ მტკიცებულებებს შორისაა პირდაპირ მტკიცებულებები, რომლებიც დაკავებულის ბრალეულობას ადასტურებს. ბრალდებული უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით საქართველოში აგროვებდა სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის ინფორმაცია სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის შესახებ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე ეთნიკური უმცირესობების შესახებ. საქმეზე გამოძიება არის მიმდინარე პროცესში, არის ჯაშუშობის ფაქტი, შესაბამისად დამატებითი ინფორმაციის გაჟღერება, რა თქმა უნდა, დააზიანებს როგორც გამოძიების, ასევე სახელმწიფოს ინტერესებს. საქმეზე მოპოვებული არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებენ აღნიშნულ ფაქტს. ხოლო თუ რა სახის მტკიცებულებები არის, მტკიცებულებების კონკრეტიკის გაჟღერებაც და მეთოდიკა გამოძიების, რა თქმა უნდა, აღნიშნულიც დააზიანებს გამოძიების ინტერესებს. ადასტურებთ, რომ არის პირდაპირ მტკიცებულებები. რა თქმა უნდა, ვადასტურებთ, რომ საქმეში მოპოვებული არის პირდაპირ მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ჯაშუშობის ფაქტს. უფრო კონკრეტულად, რა მტკიცებულებები დევს მრავალტომიან საქმეში. ადვოკატი ასახელებს, რომ მათ შორისაა ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, გიორგი უძილაურს, რომელიც დღეს საკუთარ სასამართლო პროცესს ესწრებოდა, არაფერი უთქვამს. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ცნობილია, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. ბრალდებული არ მიმართა იყენებს დუმილის უფლებას არ უსაუბრია ციას. მათ შორის თვითონ მუხლის სპეციფიკიდან გამომდინარე მასალები არის ისეთი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქმე სრულიად საიდუმლო გრიფი კონდეს. არ ეთანხმება ბრალს. არსებული გამოწვევების ფონზე კონტრდაზვერვითი საქმიანობის ეფექტურობის აუცილებლობაზე საუბრობენ სახელმწიფო გუნდში. დეპუტატები მიესალმებიან, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა მოწოდების სიმაღლეზეა. არ შეიძლება შენ სახელმწიფოში, მით უმეტეს სახელმწიფოს სტრუქტურაში იკავებდი რაღაც პოზიციას თანამდებობას და შენი სახელმწიფოს წინააღმდეგ რაღაცა ჩორჩოლით ფარდის მიღმა ვიღაცას ელაპარაკებოდეს. ვინც არ უნდა იყოს, რომელი მხარეც არ უნდა იყოს, დაუშვებელია.
აი კეთილ განწყობაც რომ კონდეს შინაგანი არ შეიძლება. როდესაც საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ თანამშრომლობ სხვა უცხოურ სახელმწიფოს უწყებებთან, ეს არის ალბათ დანაშაულის უმაღლესი კატეგორია, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინაშე გაქვს ჩადენილი, ამიტომ თუ ვინმე ამ მუხლით არის ბრალდებული ან ეჭვმიტანილი, თავისთავად ამ მიმართებით სახელმწიფო უწყებების და სასამართლოს მიდგომაც იქნება განსაკუთრებულად მკაცრი. ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანი ასეთი, ასე თქვათ, ძიმე ბრალდების ქვეშ ხვდება. საქართველოს სპეცსამსახურებმა კონტრდაზვერვამ იმუშავა და თქვენ იცით, რომ ბოლო ამ პერიოდის განმავლობაში რამოდენიმე პიროვნება იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო. ჯაშუშობა საქართველოს ინტერესების საზიანოდ გიორგი უძილაურს ბრალდება გუშინ წარედგინა გრიფირებული საქმის მასალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში 6 საათის განმავლობაში ეცნობოდა ადვოკატი. სამართლებრივ პროცედურას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელი 2 დღის წინ დააკავეს. სუსის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით დაკავებული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ უცხოურ სპეცსამსახურს საიდუმლო ინფორმაციებს სხვადასხვა გზით გადასცემდა. არსებული ინფორმაციით საუბარია ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სპეცსამსახურზე, რომელიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, სამართლებრივ სტრუქტურებში არსებული ვითარებისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციებით იყო დაინტერესებული. შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული 10 პირის სასამართლომ დამნაშავე ცნო. მოსამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა 4 ოქტომბრის ვერშემდგარი დამხობის ორგანიზატორებს პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯღალაძეს და ლაშა ბერიძეს 7 წლით, ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით, ხოლო დანარჩენ ბრალდებულებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. განაჩენს სხდომათა დარბაზში ისხდნენ ბრალდებულები, რომლებმაც საბოლოო სიტყვითაც ისარგებლეს. დეტალები ნახეთ ნანუკა წითელაშვილის სიუჟეტში. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. სასამართლომ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული 10 პირი დამნაშავე ცნო. მათ შორის პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენს სხდომათა დარბაზში შეხვდა ყველა მსჯავრდებული გარდა ძებნილი ირაკლი შაიშმელაშვილისა, რომელსაც სასამართლომ 2 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა ყველა მსჯავრდებულმა, მათ შორის ვერშემდგარმა რევოლუციონერებმაც. 4 ოქტომბრის ძალადობრივი პროცესების შემოქმედებიდან ნაწილი ფაქტებს აღიარებს, ნაწილი კი პასუხისმგებლობას კვლავ გაურბის. მსჯავრდებული ბანი თვლის, რომ მას თავის სამართლებელი არაფერი აქვს, რადგან იმ გზას, რომელმაც საბრალდებო სკამამდე მიიყვანა, სწორგზად მიიჩნევს. ირაკლი ნადირაძე კი პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას აღიარებს, თუმცა როგორც თავად ამბობს, კანონდარღვევის შედეგები სათანადოდ ვერ შეაფასა. ბრალდებულს ეძლევა საბოლოო სიტყვა იმისთვის, რომ იმართლოს თავი, მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი, მიმაჩნია, რომ სწორ გზაზე ვდგავარ, ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში, ორივე ბრძოლის ფრონტია. აბსოლუტურად შეგნებულად შიშველი ხელებით ყველანაირი ძალადობის გარეშე შევედი ერთადერთი მიზნით, რომ მეც დავეკავებინე, ოღონდ გულწრფელად წარმოუდგენელი იყო, რომ იმ ხალხსაც და ჩვენც სისხლის სამართლით დაგვიჭერდნენ და არა ადმინისტრაციული წესით. პაატა ბურჭულაძისა და ირაკლი ნადირაძის საპირისპირო პოზიციები აქვთ პაატა მანჯგალაძესა და მურთაზ ზოდელავას. მანჯგალაძე კვლავ უარყოფს 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზებასთან კავშირს, ზოდელავა კი პროტესტის მარცხს ნანობს. ასეთი ვითარება, ასეთი ბუნებრივი ემოცია იყო შარშან, როცა პროტესტზე გავედით. ამ ბუნებრივ ემოციას არც დაგეგმარება სჭირდებოდა, არც განსაკუთრებული წესრიგის შედგენა. ახლა ამ გადმოსახედიდან სხვაგვარად ჩანს ეს, ახლა გადაღლილი ოპოზიციური საზოგადოებაა, სხვა ტალღაზია, სხვა ვითარებაა. მარცხის აღიარებაც მოსულა, პროტესტი დამარცხდა, ვთქვათ ეს პირდაპირ. შეკრების თავისუფლებას გააჩნია მკაფიო პოლიტიკური ხასიათი და რა გასაკვირია, რომ მე როგორც პოლიტიკოსმა ვისარგებლე მშვიდობიანი შეკრების ამ გარანტირებული უფლებით.
მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულს არაერთი მტკიცებულება ადასტურებს, რომელიც მრავალი ტომისგან შემდგარ საქმეში დევს. მათ შორისაა ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ღამეს სხვადასხვა ტელევიზიების პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მიუხედავად ამისა, დღევანდელ განაჩენს დაცვის მხარე არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში აპირებს. ყველა ვარიანტი გასაჩივრდება, თუმცა ყველას გვესმის, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე არასდროს არ მიიღება მოსამართლეთა მხრიდან დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. თითქოს 2025 წლის 4 ოქტომბერს პოლიტიკოსებმა დააორგანიზეს გარკვეული დანაშაულებრივი ქმედებები, მაშინ როდესაც ამის სამართლებრივი მტკიცებულებები არ არსებობდა და დღეს ეს სამწუხაროდ ჩემი ბოლოდინი დადასტურდა მოსამართლემ სადა და განაჩენის ფორმა მიცა იმ პოლიტიკურ განცხადებებს და პოლიტიკურ ბრალდებებს, რომელსაც რეჟიმის პროპაგანდისტები ამ ხნის განმავლობაში ისროდნენ. გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი ჰქონდა ბრალდების მხარეს, რადგანაც პროკურორის განცხადებით საქმეში არაერთი უთხარი მტკიცებულებაა, მათ შორის ვიდეო კადრები, სადაც დაკავებულები ორგანიზატორობას თავად ადასტურებენ. გარდა ამისა, მრავალტომიან საქმეში დევს მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ნივთმტკიცებები და ვიდეო აუდიო ჩანაწერები. ბრალდების მხარე მოისმენს ერთი დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას და ასევე ბრალდებულები სავარაუდოდ ისარგებლებენ საბოლოო სიტყვებით. რეპლიკასთან დაკავშირებით ადგილზე პროცესზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება ვისარგებლებთ თუ არა. რაც შეეხება განაჩენს და ჩვენს მოლოდინებს, ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი იმ მტკიცებულებების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ სასამართლო პროცესებზე გამოვიკულიეთ, გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს. ხელისუფლების დამხობის მცდელობის ორგანიზატორების გარდა დღეს სასამართლომ 4 ოქტომბრის ძალადობრივ პროცესებში მონაწილეები გური ჟვანია, ირაკლი ჩხვირკვია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი დამნაშავე ცნო მათ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გზავნილები ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის სამიძე და მაღალი რანგის შეხვედრები. შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტი მონტენეგროში გრძელდება. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში შალვა პაპუაშვილმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და აქცენტი რეგიონული თანამშრომლობის, საპარლამენტო დიპლომატიისა და მშვიდობის განმტკიცების მნიშვნელობაზე გააკეთა. ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ნატოსა და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს. მეტ დეტალს ჩემი კოლეგა საუმე გობრონიძე გვეტყვის, რომელიც ბუდვადან პირდაპირ ეთერში გვერდდება. საუმე, გისმენთ. სოფლიოში მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საქართველოს საკუთარ სტრატეგიულ როლს რეგიონული მშვიდობისა და რეგიონთა შორისი დაკავშირებადობის მიმართულებით ხედავს. სწორედ ეს გზავნილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მასშტაბურ საპარლამენტო პლატფორმაზე ტრიბუნიდან 300 დელეგატის წინაშე კიდევ ერთხელ გაჟღერა. შალვა პაპუაშვილი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის რიგით პირველ სამიძე, რომელსაც მონტენეგრო მასპინძლობს, მიწვეულია როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ქართული მხარე ამ პლატფორმას იყენებს ყველა იმ საკითხზე სასაუბროდ, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არის მნიშვნელოვანი. სწორედ ამ სამიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი ორმხრივ შეხვედრებს მართავს კოლეგებთან, როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის წევრ და კანდიდატი სახელმწიფოებიდან. თუ რა გზავნილებით ჩამოვიდა თბილისიდან ქალაქ ბუდვაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დეტალები ჩვენ სიუჟეტში. მსოფლიოში წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის რღვევის, ომებისა და მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საქართველოს საკუთარ როლს რეგიონული მშვიდობისა და დაკავშირებადობის მთავარ ხიდად წარმოაჩენს. ეს გზავნილი ჩვენი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ მასშტაბური საერთაშორისო საპარლამენტო ტრიბუნიდან 300 დელეგატის წინაშე კიდევ ერთხელ გააჟღერა. ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის პირველ სამიძე შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა იმ გზებზეც, თუ რა უნდა გააკეთონ ქვეყნებმა გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლასა და მშვიდობის უზრუნველყოფისათვის. გამოსავალი სახელმწიფოების ერთობლივი მოქმედება, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება და მათ შორის საპარლამენტო დიპლომატიის როლი. დღეს ჩვენი რეგიონი მსოფლიო არასტაბილურობის ეპიცენტრშია. მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც უკვე 4 წელზე მეტ ხანს გრძელდება. როგორ შეუძლია საპარლამენტო დიპლომატიას ხელი შეუწყოს რეგიონულ მშვიდობასა და რეგიონთა შორის თანამშრომლობას. ჩვენ გვაერთიანებს საერთო პრაგმატული ინტერესები, რომლებიც უშუალოდ ჩვენი მოსახლეობის მიერ არის ჩვენზე დელეგირებული, რადგან პარლამენტები პირდაპირ გამოხატავენ ხალხის ნებას. შესაბამისად, რეგიონული გაერთიანებები ქმნიან ჩარჩოს, რომლის საშუალებითაც მეზობელ ქვეყნებს შეუძლიათ აწარმოონ დიალოგი, განიხილონ საერთო
გამოწვევები და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს მიაღწიონ. ხმელთაშუა ზღვის, შავი ზღვის და ყურის რეგიონები ერთმანეთთან დაკავშირებული სივრცეებია. რეგიონთა შორისი თანამშრომლობის მთავარ მიმართულებად პარლამენტის თავმჯდომარემ დაკავშირებადობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და ღია დიალოგი დაასახელა. მისი თქმით, სტრატეგიული სატრანზიტო მარშრუტების, მათ შორის შუა დერეფნის განვითარება ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ მნიშვნელობას ძენს და რეგიონებს ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ნდობასა და მუდმივ დიალოგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსხვავებული პოზიციების მიუხედავად რეგიონულ თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს. ამ კონტექსტში მან სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი მშვიდობისა და განვითარების იმედის მაგალითად დაასახელა. სტრატეგიული სატრანსპორტო მარშრუტების, მათ შორის შუა დერეფნის განვითარება, ევროპასა და აზიას შორის ფაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებს ახლებურად აყალიბებს. ეს დერეფნები თანამშრომლობის არხებია, რომლებიც ჩვენს რეგიონებს აახლოებს და გლობალური მიწოდების ჯაჭვების მოწყვლადობას ამცირებს. დაკავშირებადობის საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან, რომელიც ჩვენი საერთო მომავლისთვის გადამწყვეტ თემად იქცა. ენერგიის წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაცია აუცილებელია სტაბილურობისა და მედეგობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ევროპისთვის ალტერნატიულ ენერგორესურსებსა და ინფრასტრუქტურაზე თანამშრომლობის გაძლიერებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ეკონომიკურ ზრდას და უფრო უსაფრთხო და მდგრად ენერგეტიკულ გარემოს შევქმნით. ამ ტურბულენტურ პერიოდში სამხრეთ კავკასიის ქვეყნები საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი უნიკალურ სიბრძნეს მომავლის ხედვას ავლენენ და მშვიდობის, თანამშრომლობისა და განვითარებისათვის იმედს ქმნიან. საქართველოს შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და ყურის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ერთგულია. მასშტაბურ საპარლამენტო პლატფორმას პარლამენტის თავმჯდომარე იყენებს ორმხრივი შეხვედრებისა და სხვადასხვა სახელმწიფოებიდან კოლეგებთან საუბრისათვის. შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის წევრ მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან. მალტა ქართველი ხალხისა და საქართველოს დიდი გულშემატკივარია. ეს მალტელმა კოლეგამ ჯერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, შემდეგ კი ქართულ მედიასთანაც განაცხადა. ანჟელო ფარუჯის თქმით, მალტა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მხარდამჭერია ყველა იმ გადაწყვეტილების, რომელსაც ქართული სახელმწიფო იღებს, მათ შორის ევროინტეგრაციის რთულ გზაზე. მალტა არის ის ქვეყანა, რომელიც დიალოგისა და ერთობლივი მსჯელობისათვის მუდმივად მზადაა. ვისაუბრეთ იმაზე, რომ რეგიონული ორგანიზაციების დღეს აქვს განსაკუთრებული როლი სამშვიდობო პოლიტიკაში იმის ფონზე, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები სამწუხაროდ თამაშგარი მდგომარეობაში არიან ამ კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ინსტიტუციურ სტრუქტურულ თანამშრომლობაზე და ასევე თანამშრომლობაში ამ ასამბლეის ფარგლებში, რომელზეც ჩვენ ვაპირებთ, რომ დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართოთ და მალტამ ამ მხრივ სრული მხარდაჭერა აღვიდგა. მალტა ზოგადად არის ძალიან გამოკვეთილი მხარდაჭერი ქართული ხალხისა, საქართველოსი. ყველა ვთანხმდებით. მნიშვნელოვანია ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის მსგავსი რეგიონული კონფერენცია, სადაც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ რეგიონულ საკითხებზე და საქართველო ნამდვილად იქნება ამ ორგანიზაციის წევრი. სწორედ ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გახდეს ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის წევრი. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველო-მალტას შორის ურთიერთობაზე, რომელიც 1992 წლიდან იწყება. ჩვენ ყოველთვის ვგულშემატკივრობთ საქართველოს. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა პოზიტიური იყო. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენც გავიარეთ ბევრი რამ, საკმაოდ ცხარე დისკუსიები. საქართველოზე რაც შემიძლია ვთქვა, ვიმედოვნებთ საქართველოსთვის პროცესები კარგად წარიმართება. ვფიქრობ, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ქართულმა მხარემ შეხვედრა გამართა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან. მონტენეგრო 16 წელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ორი კანდიდატი ქვეყნის პარლამენტის ხელმძღვანელმა კი გაცვალეს გამოცდილება. მხარეები თანხმდებიან, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ხანგრძლივ გზაზე არსებობს ბევრი მოთხოვნა, თუმცა ევროპული გაერთიანების მხრიდან ნაკლები შესასრულებელი დაპირება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში გატარდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-მონტენეგროს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე. ვისაუბრეთ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ჩვენ გავაცანით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები საქართველოსი. უკვე 16 წელია, რაც მონტენეგრომ კანდიდატის სტატუსი მიიღო ევროკავშირის და რა თქმა უნდა, იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იმ გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ წარიმართა მთელი ეს პერიოდი, რა რეფორმები გაატარეს.
მონტენეგროში ქალაქი ბუდვა 2 დღის განმავლობაში საერთაშორისო საპარლამენტო ცენტრი იქნება. სწორედ აქ იმართება ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის პირველი სამიტი, სადაც მონაწილეობენ ევროპის და ხმელთაშუა ზღვის აუზის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები და საპარლამენტო დელეგაციები. მონტენეგროში იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციაც. შალვა პაპუაშვილი სამიტში მიწვეულია როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. ქართული მხარის შეხვედრები კოლეგებთან ხვალაც გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა ირაკლი კვაბახიძემ სონატა კოლტერს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებზე იქნება ორიენტირებული. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე შუა და ერეფანში. სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი ემსახურება იმას, თუ როგორ უნდა განმავითაროთ საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორობა, თანამშრომლობა, განვიხილოთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე, თვის ბოლოს კიდევ ველოდებით დელეგაციას, რომლის ვიზიტის ფარგლებშიც უფრო დეტალურად იქნება განხილული ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები. ერთი რამ არის ნიშანდობლივი, რომ ორივე მხარე ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატივისცემაზე და პრაგმატულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გაგრძელება. სამი დღე ახალი პატრიარქის არჩევამდე უკვე ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი. მღვდელმთავრები 11 მაისს სამების საპატრიარქო ტაძარში შეიკრიბებიან და სამი პატრიარქობის კანდიდატიდან ერთს გამოარჩევენ. ქართული ეკლესიისთვის მეტად საპასუხისმგებლო დროს კი კიდევ უფრო ძლიერდება შეტევა ავტორიტეტული ინსტიტუტის წინააღმდეგ. განსაკუთრებული თავდასხმის სამიზნეა მეუფე შიო, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრად ილია მეორემ გამოარჩია, ბოლო წმინდა სინოდის ხდომაზე კი მღვდელმთავართა ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ანტიეროვნულ კამპანიაში ჩართულები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მათი მხარდამჭერი ჯგუფები და მათ მიერ დაფინანსებული მედიები. სოსო ელისაშვილი თემის დეტალებით. წმინდა სინოდის მიერ ახალი პატრიარქის გამორჩევამდე 4 დღე რჩება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება ორშაბათს 11 მაისს ყოვლად წმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შედგება. სხდომაზე პატრიარქობის სამ კანდიდატს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოს, მრობელ ურბნელი მიტროპოლიტი იობის და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლის კანდიდატურებს კენჭს უყრიან და ახალ პატრიარქს გამოარჩევენ. პარალელურად ეკლესიისთვის გარდამტეხ დროს ზეწოლა და შეტევა როგორც საპატრიარქოზე, ისე მოსაყდრის წინააღმდეგ განსაკუთრებით გააქტიურებულია დაუსაბუთებელი ბრალდებების ტირაჟირება, ოპოზიციური მედია საშუალებების და ცალკეული აქტორების, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან ხდება, რაც ხშირად კამპანიურ ხასიათს ატარებს. ნაციონალურ მოძრაობაში ამტკიცებენ თითქოს კოორდინირებულად გაკეთებული მადისკრედიტებელი განცხადებები ერთმანეთს უბრალოდ დროში ემთხვევა და მიზანმიმართულ კამპანიას ადგილი არ აქვს. აქეთ ამხრიდან შევა ადამიანებმა საკუთარი აზრი გამოთქვა, მაგრამ პარტიულ ხასიათს და ორგანიზაციულ ხასიათს მით უმეტეს ეს არ ატარებს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ის პარტია ცდილობს, რომლის ლიდერიც წმინდა სინოდის დისკრედიტაციის მიზნით ახალი პატრიარქის არჩევის პროცესს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს და მღვდელმთავრებს რუსეთთან კავშირს უარგუმენტოდ აბრალებს. ძალიან მიგვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ეგრეთ წოდებულ არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ არჩევნების სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლუბიანკაზე. ქართულ ოცნებაში ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმების უკან უცხოურ კვალს ხედავენ და განმარტავენ, რომ გარე ძალებისა და ადგილობრივი აგენტურის მიზანს იმ ინსტიტუციებისა თუ პერსონების რეპუტაციის დაზიანება წარმოადგენს, ვისაც საზოგადოების მაღალი ნდობა აქვს. სახელმწიფო გუნდში უსვამენ ხაზს, რომ წმინდა სინოდი გადაწყვეტილებას ზეწოლისა და ჩარევის მცდელობების მიუხედავად დამოუკიდებლად მიიღებს. ეუფეშიოს უწოდებენ რაღაც რუსულ პროექტს. თუმცა თემა თვითონ მანიპულირებისათვის რასაკვირველია არსებობს. არის ის პრინციპი, რასაც ეკლესია ყოველთვის ანვითარებდა და განავითარებს იმ დანატოვარი იდეებით, რომელიც ილია მეორეს ჰქონდა. ასე რომ თუ კი მეუფე შიო იქნება ამის პოზიტიური გამგრძელებელი, რასაკვირველია ჩვენ ამას მივესალმებით, მაგრამ ფაქტია, რომ ეკლესია წარმოადგენს გარკვეულ ბურჯს სახელმწიფოსთვის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ემსახურებოდა
ერის ერთიანობის იდეას. ათეული წლების განმავლობაში ეს ადამიანები მიზანმიმართულად ცდილობდნენ, რომ ინსტიტუტების რეპუტაციები დაინგრიათ. პირდაპირ თავდასხმა ხორციელდებოდა და ხორციელდება ჩვენს მართლმადიდებულ ავტოკეფალურ ეკლესიაზე, რომელსაც აქვს განსაკუთრებული როლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ხალხის ძალაში ფიქრობენ, რომ პატრიარქი მეორის გარდაცვალების შემდეგ, როგორც ადგილობრივმა რადიკალებმა, ისე მათმა გარემ მფარველებმა დაინახეს, თუ რა ღირებულებების მატარებელია ქართული საზოგადოება. შესაბამისად, ეკლესიასა და მეუფეშიოზე თავდასხმების გააქტიურების მიზეზიც სწორედ მოსახლეობაზე ზემოქმედებაა. სანამ პატრიარქი ცოცხალი იყო, მანამდეც იყო შეტევა თავად პატრიარქზე, საპატრიარქოზე, მისი გარდაცვალების შემდგომაც არ დააკლეს შეტევა და განსაკუთრებით იმის მერე გადაფსიხდნენ, როცა ნახეს, რომ ნახევარი საქართველო იყო მინიმუმ გამოსული ქუჩაში პატრიარქის როგორც პანაშვიდების დროს, ასევე დაკრძალვის დღეს და აქ უკვე დაინახეს, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობა აბსოლუტური დგას რწმენაზე, დგას ოჯახურ ღირებულებებზე. ამიტომაც მიიღეს დაკვეთა აქაურმა ნაცმოძრაობის წარმომადგენლება შეტევების თუ პატრიარქზე, თუ მოსახლეზე. კათოლიკოს პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ წმინდა სინოდის წევრები მიიღებენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ის კანდიდატი ჩაითვლება არჩეულად, ვინც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. რა პერსპექტივა აქვს საქართველოს-უკრაინას შორის არსებული ურთიერთობების ნორმალიზებას და 4 წლის მანძილზე დაგროვილი გამოწვევების ფონზე. ვლადიმირ ზელენსკის ინიციატივით საქართველოს პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აღნიშნული კომუნიკაციის ინიციატორი ამჯერადაც უკრაინული მხარე იყო, თუმცა მმართველი გუნდის შეფასებით ორ ქვეყანას შორის გამოწვევები ამ დრომდე რჩება. მათ შორისაა ელჩის გაწვევის საკითხი, არამეგობრული განცხადებები და უსამართლო სანქციები. ოფიციალური თბილისი მზად არის მეგობრული ურთიერთობების აღსადგენად, თუ კი უკრაინის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. ნინო საულქვეძე გიამბობთ. ქართული მხარე საქართველოს-უკრაინას შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუ კი უკრაინის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. ორ ქვეყანას შორის პრობლემური საკითხების არსებობას არც ერთი მხარე უარყოფს. ქართული ოპოზიცია კი ურთიერთობების გაუარესებისთვის პასუხისმგებლობას საქართველოს აკისრებს. უკრაინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს კი ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკით ამართლებს და მიიჩნევს, რომ ურთიერთობების გადასატვირთად ნაბიჯები მხოლოდ საქართველოს უნდა გადადგას. უკრაინას გააჩნია, როცა გადაუწყვეტელ საკითხებზე საუბრობს ზელენსკი, გააჩნია კონკრეტული დღესასრიგი. ეს არის სამი მნიშვნელოვანი ასპექტი. პირველი, გახლავთ ანტიუკრაინული კამპანიის და ისტერიის შეწყვეტა საქართველოს მხრიდან. მეორე ნაწილი არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, იმიტომ რომ ის გახლავთ მათ შორის ზელენსკის თავრობის წევრი და მესამე ეს არის ჰუმანიტარული საკითხი, რომელიც ლარს უკავშირდება. ოპოზიციასაც და საზოგადოებასაც მმართველი გუნდი ოფიციალური კიევის იმ განცხადებებსა თუ ქმედებებს ახსენებს, რამაც ქვეყნებს შორის ურთიერთობები დააზიანა. მათ შორის საქართველოს მიერ ძებნილი პირების უკრაინულ ხელისუფლებაში თანამდებობაზე დასაქმება, ელჩის გაწვევის საკითხი, არამეგობრული განცხადებები და უსამართლო სანქციები. რა პოზიცია ქონდა უკრაინასთან მიმართებით, იგივე პოზიცია გვაქვს, ხო? ჩვენ გულშემატკივრობთ უკრაინულ ხალხს, ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება მასთან დაკავშირებით, რომ ვაკავშირებს მეგობრული ურთიერთობა. ვისწრაფეთ იმისკენ, გვინდა სურვილი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები მოგვარდეს. და რასაკვირველია, რატომ არ უნდა გვინდოდეს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორისაც გამოიძებნოს საერთო პოზიციები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გვაღელვებს. რასაკვირველია, თუმცა ის არსად არ წასულა, რასაც ადგილი ჰქონდა და როგორი ტენდენცია განვითარდა იმაში, რომ ამ საკითხებზე გვექნება საერთო მოსაზრებები და საერთო პლატფორმაზე დავდგებით, რასაკვირველია ჩვენთვის არის მისაღები. ჩვენი განწყობა არის პოზიტიური, ჩვენ ღია ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისა და დიალოგისთვის. ჩვენ ეს დაუფიქსირეთ კიდეც უკრაინულ მხარეს და პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმაც, თუმცა აქ არის ობიექტურად ის გარემოებები, რაც ხელს უშლის ორმხრივ ურთიერთობების გადატვირთვას და ამიტომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის შემდგომი ნაბიჯები. უკრაინული მხარის მიერ გადადგმული უსამართლო ნაბიჯების პარალელურად სახელმწიფო გუნდში იმ ნაბიჯებს იხსენებენ, რომელიც ქართულმა მხარემ ომში მყოფი ქვეყნის დასახმარებლად გადადგა. მათ შორისაა რეზოლუციების მხარდაჭერები, ჰუმანიტარული დახმარებები, ტოლულების ქვეყანაში შემოშვება და უკრაინელი ბავშვების სწავლის დაფინანსება. ეს ნაბიჯები ოფიციალური თბილისისთვის ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმის გამოხატულება იმ დამოკიდებულებების ფონზე, რაც ოფიციალური კიევის ხელისუფლებას წლები აქვს.
ჩვენ გავართ იქ სადაც ვიდექით 4 წლის წინ გავართ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე და ამავდროულად ვართ სამხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინელ ხალხთან. რაც შეეხება გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც უკრაინის მოქმედი ხელისუფლებისგან არის გადადგმული, ნახოთ და ველოდოთ თუ რეალურად რა ხელშესახებ საკითხებში გარდაიქმნება ეს განცხადებები თუ გასაუბრებად და სატელეფონო ზარი. მნიშვნელოვანია გავიხსენოთ უკრაინასთან ურთიერთობის ის ისტორია, როდესაც ჩვენ ომის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტში მივიღეთ რეზოლუცია, რომელიც საუბრობდა ომის არ დაშვებაზე და რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ არ მომხდარიყო, არიდებულიყო და მშვიდობა ყოფილიყო ჩვენს რეგიონში. ამის შემდგომ გვახსოვს საქართველოს მხრიდან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ის ჰუმანიტარული დახმარებები. ყველაფერ ამის ფონზე გვახსოვს ის დაუმსახურებელი განცხადებები უკრაინული მხარის მიერ, თუმცა ამას არ უმოქმედია იმ ძირითად ინტერესზე, რაც საქართველოს აქვს, პირველ რიგში უკრაინელი ხალხის ინტერესის დაცვა. საქართველოს სრული ხარდაჭერა აღმოუჩინა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინას. მივიღეთ ჩვენ უამრავი ტოლბილი უკრაინიდან, მათ უკრაინულ ენაზე სწავლის საშუალება მივეცით, მათ შორის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ ბევრი უკრაინელები, ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ნახეთ პირველივე დღეებიდან უკრაინის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლების მხრიდან ტრული რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ. კარგია თუ კი მათი მხრიდან რაღაცა ნაბიჯები გადმოიდგმება, თუმცა ბევრ კითხვებზე პასუხი არის გასაცემი აუცილებლად და ამის შემდგომ რა თქმა უნდა აუცილებელია რომ სახელმწიფოებს შორის განსაკუთრებით საქართველოს უკრაინას სახელმწიფოებს შორის რა თქმა უნდა გაგრძელდეს პარტნიორული ურთიერთობა. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინული მხარის ინიციატივით კიდევ ერთი კომუნიკაცია შედგა ამჯერად უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. სატელეფონო კომუნიკაციის დროს მხარეებმა საქართველოს-უკრაინის ურთიერთობები განიხილეს. ხაზი გაიცვა დიალოგის მნიშვნელობას და მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს. ამ ფონზე ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ ეს შეხვედრები ურთიერთობების გადატვირთვისთვის იმპულსი იქნება, თუმცა ოფიციალური თბილისი კიევთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის პრობლემური საკითხების მოგვარებას აუცილებლად მიიჩნევს. თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მცდელობა და ქართული ხალხის დასჯის სურვილი ევროპარლამენტის მორგი დეზინფორმაციული ანგარიში საქართველოზე თავდასხმად ფასდება თბილისში. დოკუმენტის ავტორი უსამართლო რეზოლუციებით გამორჩეული ლიეტუველი ევროდეპუტატი და ნაცმოძრაობის ლობისტი რასა იუკნევიჩიანია. ანგარიში გაჟღერებულ ბრალდებებს კი არც ამჯერად ახლავს დასაბუთებას. საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტის მორიგ ანგარიშის რეალობას აცდენილს უწოდებს და გმობს ქართულ დამოუკიდებელ მედიებსა და სახელმწიფოზე ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან თავდასხმას. ვრცლად ქეთი მამრიკიშვილის სიუჟეტში. რა თქმა უნდა თავდასხმა არის სიტყვის თავისუფლებაზე და სხვა არაფერი. ასეთია ოფიციალური თბილისის პოზიცია ევროპარლამენტში ინიცირებული რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ ანგარიშზე, სადაც უსაფუძვლო ბრალდებებთან ერთად სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სანქცირებაზეა საუბარი. ანგარიში სააკაშვილის მეგობარი ევროდეპუტატის მალგოჟატა გოშევსკას მიერ დაინიცირებულია შესწორება, სადაც მოთხოვნილია საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის, ასევე ტელეკომპანია იმედისა და პოსტევის სასანქციო სიაში შეყვანა კვლავ ბუნდოვანი მიზეზით. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის შესახებ განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებასა და ქვეყანაში მედია პლურალიზმის შელახვისთვის. ევროდეპუტატებს არანაირი დამამტკიცებელი ფაქტი არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად იუსტიციის მინისტრი ევროპელი კანონმდებლებისგან განმარტებებს ითხოვს თუ რა ფაქტობრივი გარემოებები არსებობს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. დაასახელონ კონკრეტული ფაქტები. როდის, რა ვითარებაში, რომელ ფაქტზე, მაგალითად მე გადამოწმებული მაქვს პირადად და არც ერთ ტელევიზია საქართველოში საუბარი გვაქვს იმ ტელევიზიებზე, რომელსაც ესენი პროპაგანდისტულ ტელევიზიებად მოიხსენებენ, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. რაიმე სხვა მსოფლიოში რომელიმე სხვა მიმდინარე მოვლენასთან დაკავშირებით
ფაქტები არ გაუშუქებია იმისაგან განსხვავებით, როგორც ამას აშუქებს მთელი მსოფლიო მედია. ანგარიში, რომელიც ჯერ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო მთლიანად ოპოზიციის დღის წესრიგზე აგებული 16 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტი კვლავ უსაფუძვლო ბრალდებებს შეიცავს ხელისუფლების მიერ საგარეო კურსის გადახვევასთან დაკავშირებით და ისევ ისმის მუქარა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით. დოკუმენტში რასა იუკნევიჩიენე და მისი თანამოაზრე ევროდეპუტატები ისევ ითხოვენ საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებას. ანგარიში ევროპარლამენტში ღირებულებით კრიზისზე მიუთითებს სახელისუფლებო გუნდისთვის. არაფერი არ არის იმაზე მეტი უფრო დემოკრატიული უკუსლა, როდესაც ევროპარლამენტის მოქმედი პირები, რომელსაც დიდი ეჭვი მაქვს, რომ აბსოლუტური უმრავლესობა უბრალოდ რუკასეს კიბერიპოლის საქართველოს თავს ესხმის დემოკრატიის ერთ-ერთ ფუნდამენტს, როგორიც არის დემოკრატიული საწყისებზე ხელისუფლების არჩევა, ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ კანონის უზენაესობა, მესამე მხრივ, რა თქმა უნდა, პრესისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. გრძელდება ის მუქარები, შანტაჟი, შეურაცხყოფა, ცილისწამება. რეალურად ჩვენ ხო ამდენი წლის განმავლობაში ევროპული ბიუროკრატია გვეუბნებოდა, რომ მნიშვნელოვანი იყოს სიტყვის თავისუფლება. რეალურად არანაირი სიტყვის თავისუფლება არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ინტერესები. ეს არის დღევანდელი მუსლიმი. მართლ გუნდში დოკუმენტის ავტორის მიკერძოებულობაზეც საუბრობენ. ეკლესიაც და მედიაც, რომელიც სწორ ანალიზს აკეთებს სიტუაციის, არის ხელშემშლელი საქართველოში რევოლუციური პროცესების განვითარებისათვის. და ეს არის მთავარი. ამიტომ არის ეს დარტყმის ეს მიმართულებები განსაზღვრული. რასა იუკნევიჩიანეს მომზადებულ რეპორტს რომ გადახედავთ, ალბათ პირველი შტაბ-შტილება რაც შეგექმნებათ არის რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაწერილი ანგარიშია, რომელიც სამწუხაროდ დააინიცირეს და კენჭი უყარეს ეგრეთ წოდებულ ევროპარლამენტში, სადაც ევროპული ღირებულებების პარლამენტარები უნდა იყვნენ შეკრებილი, თუმცა როგორც ჩანს, პოლიტიკურ გავლენებს გაცილებით უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ ამ ინსტიტუციაში, ვიდრე თავად ევროპულ ღირებულებებს. რასა იუკნევიჩიენეს მიერ შედგენილ მორიგანტი ქართულ ანგარიშს ევროპარლამენტარები მომავალ პლენარულ სესიაზე კენჭს უყრიან. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ანტიტერორისტული სტრატეგია და ტერორიზმის ინკუბატორად შეფასებული ევროპა. ვაშინგტონი ერთ-ერთ მთავარ ეროვნულ საფრთხედ უკონტროლო მიგრაციას ასახელებს, მის მთავარ ხელშემწყობად კი ევროპას მიიჩნევს. 16 გვერდიან დოკუმენტში ყველაზე მკაცრი შეფასებები სწორედ ევროპას ეკუთვნის, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია სასწრაფო მოქმედებისკენ მოუწოდებს და ერთგვარ ულტიმატუმს უყენებს. ან ევროპა გაიღვიძებს და დახურავს საზღვრებს, ან ამერიკა მისი მხარდაჭერის შემცირების გადაწყვეტილებას მიიღებს. შტატების ეროვნული სტრატეგიის თანახმად ვაშინგტონი პრიორიტეტად მიიჩნევს იმ პოლიტიკური ჯგუფების ნეიტრალიზაციას, რომელთა იდეოლოგია ანტიამერიკული, რადიკალურად პროტრანსგენდერული და ანტიქრისტიანულია. დეტალებით თეკლა ბესტავაშვილი. უკონტროლო მიგრაცია და ტერორიზმის საფრთხე. ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ახალი 16 გვერდიანი კონტრტერორისტული სტრატეგია თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ევროპას ეთმობა. დოკუმენტში ევროპა წარმოდგენილია როგორც ტერორისტული საფრთხის არეალი, ისე პოტენციური რისკის წარმოშობის სივრცე. ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ ფაქტორად კი უკონტროლო მიგრაციული პროცესები სახელდება, რომლებიც უსაფრთხოების რისკებს ზრდის და ექსტრემისტულ ჯგუფებს მოქმედების დამატებით შესაძლებლობებს აძლევს. ვაშინგტონი ევროპას სწრაფი და მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ არსებული პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში ტერორიზმის საფრთხე კონტინენტზე კიდევ უფრო გამწვავდება. ვაშინგტონის გზავნილი მკაფიოა. ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა მოკავშირეებთან მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად გაიზიარებენ ისინი ამერიკულ ხედვას და რამდენად სერიოზულად მიუდგებიან ტერორიზმთან ბრძოლას. სტრატეგია ამავდროულად ხაზს უსვამს, რომ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე ეფექტური რეაგირება საჭიროებს უფრო მკაცრ პოლიტიკას, პასუხისმგებლობის გადანაწილებას და საერთაშორისო პარტნიორების უფრო აქტიურ ჩართულობას. სოფლიო უფრო უსაფრთხოა, როცა ევროპა ძლიერია, მაგრამ დღეს ევროპა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. ის ერთდროულად ტერორიზმის სამიზნეცაა და ტერორისტული საფრთხების წარმოშობის ადგილიც. ალ-ქაიდამ, აისისმა, ნარკოკარტელებმა და სახელმწიფო აქტორებმა თავისუფლად ისარგებლეს ევროპის სუსტი საზღვრებითა და ანტიტერორისტული რესურსების შემცირებით, რის შედეგადაც ევროპა ევროპელებისა და ამერიკელების წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმვისთვის ხელსაყრელ გარემოდ იქცა. მიუღებელია, რომ ნატოს მდიდარი მოკავშირეები ტერორისტებისთვის ფინანსურ
ადმინისტრაციულ, ლოგისტიკურ და რეკრუტირების ცენტრებად იქცნენ. უკონტროლო მასობრივმა მიგრაციამ ტერორისტებისთვის ხელსაყრელი გარემო შექმნა. ევროპას შეუძლია კვლავ გაძლიერდეს თუ ხელახლა დაუბრუნდება სიტყვის თავისუფლების ტრადიციულ პრინციპებს. საკმარის რესურსებს გამოყოფს ტერორიზმისა და ნარკოკარტელების საფრთხების შესამცირებლად საკუთარ ქვეყნებში. ასევე აქტიურად გააზიარებს სადაზვერვო ინფორმაციას და საკუთარ უსაფრთხოებაზე უფრო დიდ პასუხისმგებლობას აიღებს. ყველასთვის ცხადია, რომ კარგად ორგანიზებული მტრული ჯგუფები ღია საზღვრებითა და გლობალისტური იდეებით სარგებლობენ. რაც უფრო მეტად იზრდება უცხო კულტურების გავლენა და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ევროპის ამჟამინდელი პოლიტიკა, მით უფრო გაიზრდება ტერორიზმის საფრთხე. როგორც დასავლური კულტურისა და ღირებულებების სამშობლო, ევროპამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს და შეაჩეროს ის დაცემა, რომელსაც თავადვე უწყობს ხელს. ამერიკის შეერთებული შტატების ანტიტერორისტული სტრატეგია უკვე ფასდება თბილისში, როგორც ეფექტიანი და მნიშვნელოვანი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მათი შეფასებით ტერორიზმის რისკების ზრდა და მიგრაციული პროცესების მართვის სირთულეები მნიშვნელოვან ყურადღებას საჭიროებს. სწორედ ამ ფაქტორებმა გააძლიერა ანტიტერორისტული პოლიტიკისა და უსაფრთხოების მექანიზმების გამკაცრების საჭიროება, მათ შორის საქართველოშიც. ამ ფონზე მმართველი გუნდის წევრები ხაზს უსვამენ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მიმართულია უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მიგრაციული პროცესების კონტროლისაკენ. საქართველოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის პრინციპული ერთობა და ერთი პლატფორმა არსებობდეს იმ თემასთან დაკავშირებით, რასაც მსოფლიოს უსაფრთხოება ქვია. ჩვენ ამას ვესწრაფვით და ეს დაპირისპირება რასაკვირველია, მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით არის სამართლიანი და ამას არც არავინ აღარ მალავს. განსაკუთრებით საყურადღებო არის ის რისკები, რომელიც ჩვენს ქვეყანასაც გადმოწდა. ეს არის ფაშიზმი, ეს არის ექსტრემიზმი, ეს არის მათ შორის ნარკო დანაშაულები. ყველასთვის თვალნათელია, როგორ აქტიურად ებრძვის ნარკო დანაშაულს და რამხელა არის ნარკოტრაფიკი საქართველოს გავლით. პოლიტიკოსების არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია და ნაბიჯებმა და გადაწყვეტილებებმა გამოიწვია ის, რომ ევროპის ბევრი სახელმწიფო გახდა ნოყიერი ნიადაგი სხვადასხვა ტიპის ტერორისტული საქმიანობების და უნდა იყოს ბევრი პოლიტიკოსისთვის საყურადღებო. მათ შორის ჩვენთვისაც საყურადღებო უნდა იყოს, რომ არ დაუშვათ იგივე შეცდომები, რაც ზოგიერთმა ევროპულმა სახელმწიფომ დაუშვა. საბედნიეროდ დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში ბევრად უკეთესია. გამოქვეყნდა და დადგინდა ის, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა ქართული ოცნება და რაზეც ჩვენმა ხელისუფლებამ არაერთი მნიშვნელოვანი, როგორც საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, ამასთან ერთად ის რეფორმები, რაც პასუხობს მიგრაციისაგან სახელმწიფოს ეფექტიან დაცვას. იმიგრაციაზე საუბარი იყო ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების წინა სტრატეგიაშიც, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტში, სადაც მიგრაცია და ევროპის დემოგრაფიული ცვლილებები ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იყო დასახელებული. სტრატეგია ასევე შეიცავდა ევროკავშირისა და სხვა ტრანსნაციონალური სტრუქტურების მწვავე კრიტიკას, საუბრობდა ეროვნული იდენტობის შესუსტებაზე და აღნიშნავდა, რომ შტატების ერთ-ერთი პრიორიტეტი ნატოს როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმის დასრულება იყო. ადმინისტრაცია მაშინაც აფრთხილებდა ევროპას, რომ არსებული ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში მომდევნო 20 წლის განმავლობაში ევროპის კონტინენტი მნიშვნელოვნად შეიცვლებოდა. უმაღლესი რანგის შეხვედრები და მონაწილეობა საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორის კომისიის ხდომაში ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი თურქმენეთში დასრულებულია. მარიამ ქრივიშვილი ქვეყანაში კონკრეტული გზავნილებით დაბრუნდა, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაძლიერება. ეს იყო მთავარი საკითხები, რაზეც მინისტრმა მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ისაუბრა. ვიზიტის დეტალებზე ნუცა კოროშინაძის სიუჟეტი. მაღალი რანგის შეხვედრები და გამართული ეკონომიკური მთავრობათა შორისი კომისიის ხდომა ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი თურქმენეთის რესპუბლიკაში დასრულებულია. ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება და ხელშესახები პროგრესის სხვადასხვა მიმართულებით. ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რაც მარიამ ქრივიშვილმა და მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა შეხვედრაზე განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს ეფუძნება.
ხდება. საქართველოს დელეგაციას თურქმენეთში საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი ჰქონდა. გაიმართა მთავრობათა შორისი ეკონომიკური საბჭოს რიგით მეხუთე სხდომა, სადაც ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს. საქართველოს თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა თურქმენეთში. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ მქონდა შესაძლებლობა მაღალი რანგის შეხვედრები გაგვემართა, მათ შორის მქონდა შეხვედრა თურქმენეთის პრეზიდენტთან. ჩვენ საკმაოდ ამომწურავად ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც ორ ქვეყანას გააჩნია უშუალოდ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თურქმენეთიდან ინვესტიციების ზრდის პოტენციალზე, განსაკუთრებით საწარმოო მიმართულებით, ასევე ბევრი ვისაუბრეთ იმ პოტენციალის შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს უშუალოდ შუა დერეფნის კონტექსტში. რამდენად მნიშვნელოვანია ტვირთბრუნვა, თურქმენეთი ზოგადად გამორჩეული ჩვენი პარტნიორია უშუალოდ ტვირთნაკადების თვალსაზრისით და ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას და ჩვენი ქვეყნის როლს. ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ თურქმენეთთან საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში, აქტიურად იცვლება მაღალი დონის ვიზიტები და სხვადასხვა მიმართულებით ფიქრობთ და ვცდილობთ, რომ ეს თანამშრომლობა გაღრმავდეს და გაფართოვდეს. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე ჩვენი ქვეყანა თურქმენეთისათვის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი კარიბჭე და ცენტრალური აზიის რეგიონისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო კვანძია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. მათ შორის საუბარი შეეხო რეგიონულ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოსა და თურქმენეთის აქტიური მონაწილეობით ხორციელდება. განსაკუთრებული ინტერესი გამოითქვა საპორტო ინფრასტრუქტურაში სასაწყობე ინდუსტრიების განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ მიმართულებით თურქმენულ მხარეს მივაწოდეთ ინფორმაცია და გავუზიარეთ გამოცდილება. ცხადია, ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ თანამშრომლობას. აქვე მინდა ხაზი გაუსვა ტვირთბრუნვას და ტვირთბრუნვის ზრდას ორ ქვეყანას შორის. 2025 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ამ მიმართულებით და პოზიტიური დინამიკა აქვს. დაახლოებით 20%-იანი მატება ჰქონდა სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდულ ტვირთთან მიმართებაში. აღნიშნული ტენდენცია 2026 წლის პირველ კვარტალშიც დარჩუნება და დაახლოებით 3%-იანი მატება გვაქვს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს სატრანზიტო დერეფნის შესაძლებლობებზე გამახვილდა. შეხვედრაზე თურქმენულმა მხარემ საქართველოს პორტებთან სასაწყობე და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართ ინტერესი გამოხატა. საუბარი შეეხო ასევე საზღვაო სფეროში თანამედროვე ციფრული სისტემების დანერგვასაც, მათ შორის ერთი ფანჯრის პრინციპზე დაფუძნებულ სერვისებს, რაც პროცესების გამარტივებას და ტვირთბრუნვის ეფექტიანობის ზრდას შეუწყობს ხელს. თურქმენეთის რკინიგზა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი. წელს ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, ტვირთბრუნვაში გვაქვს მზარდი დინამიკა, ასევე ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არის კიდევ პოტენციალი იმისა, რომ უფრო მეტად გავზარდოთ და წელს ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანიც დაგვექნება ტვირთბრუნვაში თურქმენეთთან მიმართებით. გლობალური მიწოდების ჯაჭვების ბოლოდროინდელი შეფერხებების ფონზე შუა დერეფანმა მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელმა საიმედო ალტერნატივამ. ამ პროცესში კი საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს. პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა. მიხეილ ყაველაშვილმა მას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. მერაბ გაფრინდაშვილს მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში. მისი ხელმძღვანელობით კი აღდგა სახელმწიფო ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგისა და სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენისა და სხვა გეოლოგიური მიმართულებები დაიწყო სტიქიური გეოლოგიური პროცესების მონიტორინგის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ პრეზიდენტს და განსაკუთრებული ხარდაჭერისთვის გეოლოგიის როგორც დარგის დღეს დააჯილდოვა ბატონი მერაბ გაფრინდაშვილი, რომელიც ნახევარი საუკუნეა ემსახურება ამ დარგს და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული დარგის განვითარებაში, დიდი წვლილი აქვს მიღებული დარგის წინსვლაში და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღეს ასეთი დეფიციტური დარგების ხარდაჭერა, ასეთი დეფიციტური დარგების წახალისება და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ პრეზიდენტს ასეთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის და ასეთი დაფასებისთვის. ნახევარი საუკუნეა თითქმის რაც გეოლოგიის თავში მოღვაწეობ უწყვეტ რეჟიმში და ჩემთვის ესეთი აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამიფასდა ის გულთადი შრომა, რაც ამ დარგში გამიკეთებია.
თბილისი აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს 30-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი აღსრულების პროცესში მიმდინარე რეფორმებსა და ინოვაციურ პროექტებზე მსჯელობს. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა იუსტიციის მინისტრმა პაატასალიამ. მოწვეულ სტუმრებს საქართველოში აღსრულების სფეროში დანერგილი ინოვაციები, მათ შორის ელექტრონული ასისტენტის შესახებ მიეწოდა ინფორმაცია. კონფერენცია 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მიზანი ტექნოლოგიური განვითარების ფონზე თანამედროვე გამოწვევების ანალიზი და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა და დანერგვა. მარიამ რატიანი გიამბობთ. 30-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი თბილისს სტუმრობს. საქართველოს აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. თანამედროვე მართლმსაჯულების სისტემაში აღმასრულებელის როლის ტრანსფორმაცია, ასეთია ღონისძიების მთავარი თემა და მიზნად სხვადასხვა ქვეყნებს შორის პროფესიული დიალოგის გამართვით გამოცდილების გაზიარებას ისახავს. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გახსნა და სტუმრებს სიტყვით მიმართა. პაატასალიამ დამსწრეებს საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები გააცნო. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა რომ განსაკუთრებული აქცენტი პროცედურების რაც შეიძლება ჰუმანიზაციას ეთმობა. არიან წარმოდგენილი სხვადასხვა ევროპული და ამერიკის კონტინენტიდანაც არიან წარმოდგენილი აზიური ქვეყნებიდანაც აღმასრულებელთა საახსრულებო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, ამ დონის საერთაშორისო ექსპერტები. დღეს აღმასრულებელი აღარ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების, ვთქვათ, იძულებით აღსრულების მექანიზმი. აღმასრულებელი დღეს იძენს უკვე სოციალურ ფუნქციასაც ჩვენთან აქტიურად დაინერგა. მორიგების პროცედურები, არიან ჩართული სოციალური მუშაკები და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ჰუმანური გავხადოთ აღსრულების პროცესი საქართველოში. კონფერენციაზე მთავარი აქცენტები გაკეთდა ინოვაციურ პროექტებზეც, რომლებიც აღსრულების სფეროში საქართველოს როგორც საინტერესო და წარმატებულ მაგალითს წარმოაჩენს. ერთ-ერთი ასეთია მობილური აპლიკაცია, რომელიც დელეგატებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ წარუდგინა. ციფრული თანაშემწე საახსრულებო წარმოების ელექტრონულ პროგრამაში დამოუკიდებლად იწყებს გარკვეული კატეგორიის საქმეებზე წარმოების დაწყებას, კონკრეტული მოქმედებების განხორციელებას და დასრულებას. მალე მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება აღსრულების მობილური აპლიკაცია. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს როლზე და ჩვენს ქვეყანასთან ორგანიზაციის თანამშრომლობაზე ისაუბრა აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა. მარკ შმიცის თქმით, საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიურო საერთაშორისო კავშირისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული პარტნიორია. საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიურო ცნობილია ჩვენს საერთაშორისო კავშირში როგორც ძალიან სანდო და ერთგული პარტნიორი. ჩვენ უკვე ძალიან ბევრი წელია თანამშრომლობა გვაქვს მათთან და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩამოვედით ასეთ ქვეყანაში, რადგან საქართველოს რეგიონში ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს. ამიტომაც შევარჩიეთ საქართველოს ამ ღონისძიების ჩასატარებლად. ვისაუბრეთ ისეთ თემებზე, როგორიც არის გამოსახლება, აუქციონების თემა. უკვე 27 წელია ამ პროფესიას ვემსახურები. ჩვენ გერმანიაში გვაქვს რამდენიმე მიდგომა გასახლებისთვის, დაჩქარებული, უფრო გრძელვადიანი და ასე შემდეგ. იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრს ვისწავლი აღმასრულებელთან და მინდა რომ ძალიან ბევრი სიახლეები შევიტყო და ამიტომ ვარ საქართველოში. ღონისძიება აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის ორგანიზებით გაიმართა. კონფერენცია 2 დღეს გასტანს ხოლ საქართველოს საერთაშორისო კავშირის საგაზაფხულო საბჭოსაც უმასპინძლებს, სადაც აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და უზბეკეთის იძულებითი აღსრულების ბიუროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. საქართველოს კონფერენციას უკვე მესამედ მასპინძლობს. კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დედაქალაქში ზღვისუბნის დასახლებაში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მოწყობა საპარკე ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდება საბავშვო გასართობი ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, გამწვანდება ტერიტორია. პროექტის ღირებულება 8000 ლარია. მარიამ ნებიელიძე გიამბობთ. ნაძალადევის რაიონში ურბანული გარემოს განახლება გრძელდება. ზღვისუბნის მესამე მიკრორაიონის მაცხოვრებლებს მალე კიდევ ერთი თანამედროვე და მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე ექნებათ. ზღვისუბნის დასახლების მეხუთე კვარტალში ნომერ 22 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ ახალი სივრცე სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის დასვენებისა და აქტიური დროის გატარების შესაძლებლობას შექმნის. ძალიან მოუწესრიგებელი ადგილი იყო და ძალიან მოხარული ვარო კიდევ ერთი ლამაზი სკვერი გვექნება. აუცილებლად მოვალთ ხოლმე და დავისვენებთ ბავშვთან ერთად. დენაც სუფთავე არ იყო. დავდიოდით კიდევაც ვიძახდით ნეტავე გაკეთდესო და ახლა კი ხედავთ რომ კეთდება. ძალიან კარგია.
ტერიტორიაზე ძველი და ამორტიზირებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი უკვე დასრულებულია. აქტიურად მიმდინარეობს მოედნის მოწყობის სამუშაოები. დამონტაჟდება საბავშვო გასართობი ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები და მოსასვენებელი სივრცეები. სიტყვა შევასრულეთ, დღეს აქ ეწყობა ძალიან კარგი პარკი და ახლობით 2 თვე დაჭირდება სამუშაოების შესრულებას. ირგვლივ ძალიან ბევრი საცხოვრებელი კორპუსია და პირველ რიგში აქ მცხოვრებ ოჯახებს, ადამიანებს ექნებათ ძალიან ლამაზი მოწესრიგებული სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ დასვენებას. ტერიტორია წინა ხელისუფლების პერიოდში კერძო კომპანიაზე იყო გასხვისებული. მოგვიანებით კი 2017 წელს თბილისის მერიამ ადგილმონაცვლეობის გზით მიწის ნაკვეთი მუნიციპალურ საკუთრებაში დააბრუნა. მონტაჟდება საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი ადგილები, სრიძბოლი მონტაჟდება, ასევე ტრენაჟორები, ლედ-განათება, აუცილებლად დამონტაჟდება სათვალთვალო კამერები და სხვადასხვა ხელმცენარეები. ამ წლის განმავლობაში და მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ ძალიან საინტერესო პროექტებს შემოგთავაზებთ. მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ზღვის უბანში, ვინაიდან ძალიან დიდი რესურსი აქვს ზღვის უბანს, შესაბამისად საჭიროებს მოწესრიგებას. ეს ტერიტორია იყო კერძო საკუთრებაში და მერიამ ადგილმონაცვლეობა გაუკეთა და უბანს შეუნარჩუნდა მსგავსი ტიპის ულამაზესი რეკრეაციული სივრცე, რომელიც დაახლოებით რამდენიმე თვეში იქნება უკვე ხელმისაწვდომი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. პროექტის საერთო ღირებულება 800,000 ლარია. ეს ყაბასტევის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, მე ხვალამდე გემშვიდობით ნახვამდის.